დაიწყო იმით, რომ ჩვენ გავხსენით ყველამდელი წელი ხატართა საიუბილეო წელი დაიწყო ამ სახელით. ეხლა ბრიგადი და თავისით გამოვიდა თუ 100-ია, ასრულებს წელს ხატართა 24 წლის წელი დასრულდა საიუბილეო. აქედან გამომდინარე, ესეც თითქოს დამხმარება სერბო-კომუნადის 115 წელია და ვახტანგ გიორგობიანის 100 წელი. ვახტანგ გიორგობიანი გარკვეულწილად სერბო-კომუნადის გაზრდილიც არის, იმიტომ რომ ის სწავლობდა აკადემიაში, მაშინ სერბო მას იდეალურად ყავდა. და მე მთელი ცხოვრების მანძილზე უაღრესად დიდი მეგობრობა და თანამშრომლობა ამაშენებდა ერთმანეთთან. ეხლა მოდით მე წავიდეთ ხაბარს, რომელიც საზოგადოებისთვის სამწუხაროდ თითქმის დაიწყებულია. მხატვარი გრაფიკოსის ვახტანგ გიორგობიანის როგორც ბიოგრაფიული, ასევე შემოქმედებითი ღვაწლის შესახებ დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა და გსურს ამ ცირეში მოხსენების პარალელში მაინც შევახსენოთ და გავიხსენოთ ეს შევძლოთ და გავიხსენოთ ეს შესანიშნავი ადამიანი, რათა სრულ დავიწყებას ამიეცეს მისი სახე. ვახტანგ ალექსისძე გიორგობიანი დაიბადა 1918 წლის 28 აგვისტოს. მისი მამა ალექსი გიორგობიანი ხელოსანი იყო და უკრავდა საფუძვლზე, აქტიურად გამოდიოდა ეგრეთ წოდებულ ნახალმოყაში არსებულ შემოქმედებით კლუბში, დრო და დრო კი ოპერის თეატრის ორკესტრშიც იწვევდა. მხატვრის დედა მარიამ ბეკიტაშვილი წარმოშობით მარტყოფიდან ყოფილა, იგი ძირითადად ოჯახსული და იასახლისი იყო, ყოლია 5 შვილი, რომელთაგანაც 3 დარჩენია. ვახტანგ გიორგობიანს მხატვრობით საქმე ნიჭი ბავშვობის ასაკშივე გამოუვლენია. მოზრთოიძეს დამოწმულია ხატვის შესასწავლად, მაგრამ თავდაპირველად ტექნიკუმი დაუმთავრებია, ინჟინრის სპეციალობა მიუღია და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადაუწყვეტია სწავლის გაგრძელება. თუმცა მოზრთოიძის რჩევით სამხატვრო აკადემიაში ჩაუყარებია და 1927-53 წლებში უსწავლია გრაფიკის ფაკულტეტზე. აი ზედა რეგისტრში არის ვახტანგ გიორგობიანი ძას. სადაც მისი პედაგოგები იოსებ შარლემანი, ლადო გრიგორია, სერგო კობულაძე ყოფილა. აკადემიის დამთავრების შემდეგ კი 1953 წლიდან იქვე დაუწყია მუშაობა. მაგრამ მანამდე აკადემიაში სწავლის პერიოდს მეორე მსოფლიო ომის უმძიმესი წლები დაემთხვა. ვახტანგ გიორგობიანმა ომში გაწვევაზე უარი მიიღო, რადგან მას დაბადებიდან მუხლის სერიოზული დაზიანება ჰქონდა. მასთან სტუმრობისაკენ ჩანაცემ ინტერვიუში ქალბატონი ჩიტო იხსენებს, რომ ძალიან ხშირად მოგზაურობდა მეუღლესთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, სადაც ვახტანგ გიორგობიანი მუდმივად ხატავდა. აკეთებდა როგორც საქართველოს პეიზაჟებს, სწრაფჩანახატებს, ასევე ადგილზე ქმნიდა აკვარელით შესრულებულ ნამუშევრებსაც. აკვარელის ტექნიკით შექმნილი პეიზაჟები მხატვრის მიერ ამ რთული მასალის ოსტატური ფლობითაა გამორჩეული. გამჭვირვალე ჰარმონიული შეხამებით მიღწეული ფაქიზი კოლორიტით ასახული საქართველოს ბუნება ნახატი რეალისტურია და იმ გარემოსელს რეალისტურია და ცოცხალი. მხატვარი თითქოს მაყურებელსაც უნაწილებს და თანაუზიარებს თავის მონაწილედ ხდის იმ გარემოს, რომელსაც თავად ეცნობა.
იქნება შთაბეჭდილება, რომ ნახატის აღქმისას მხატვარ-ხელოვნებად მოგზაურობდა ათვალიერება შეიცნობს საქართველოს ბუნებასა და ხელებს. არქიტექტურული ძეგლებს, რომლებიც ასევე პეიზაჟია ჩაწერილი. განსხვავებული ჰორიზონტალური ხეების წერტილიდანაა აღქმული რუსეთისა და უკრაინის პეიზაჟები. ბუნებასაც და ქალაქების ხეებში ჩართული რელიგიური დანიშნულების რელიგიური დანიშნულებისა და ყოფილი საცხოვრისების ნაგებობათა სათანადო არქიტექტურული ფორმებით. უკრაინა არის გარდააკვირვებისა ვახტანგ გიორგოვიანი ოსტატურად ფლობს გრაფიკის ბეჭდურ ხერხებსაც. ახორციელებს ნამუშევრებს ოპორტის და ლინოგრამების ტექნიკით. ნახატი აქაც რეალისტურია, შეინიშნება თითოეული გრაფიკური ტექნიკისათვის დამახასიათებელი განმასხვავებელი ფაქტურა. ლინოგრამებისათვის დამახასიათებელი შავფერხი, დაყოფილი ეფექტები და ოპორტისათვის გამორჩევა ფორმატარბილი გადასვლები. გარდა პეიზაჟებისა მას შესრულებული აქვს პორტრეტები, პიროვნების დასვენის გარდა მხატვრის ამოცანას პორტრეტირებულის ინდივიდუალური შინაგანი ხასიათის გამოყოფაც ხდება მნიშვნელოვანი. ვახტანგ გიორგოვიანი აქტიურად მუშაობდა პლაკატის სფეროშიც, მაგრამ პირველ ეტაპზე იგი მხატვრებთან, შოთა კუპრაშვილთან და სერგო გაშხიანთან თანაავტორობით ქმნიდა ძირითადად პოლიტიკურ პლაკატებს. მათი საერთო ფსევდონიმი იყო სამი. ქართულმა პლაკატმა მეორე მსოფლიო ომის წლებში დიდ წარმატებას მიაღწია. ამის საილუსტრაციო თუნდაც მოსეთოვიცის დედასამშობლო გვეძახის გახსენება არის საკმარისი. მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი პლაკატები შექმნეს დავით თუდაგაბაშვილმა, სიმონ ნატალიშვილმა, დადო გუდიაშვილმა, მიხეილ ვარდვოლსკიმ, გიორგი მირზოევმა და სხვებმა. თუმცა 50-იან წლებში მიღწეული სიკვდილი გაუფერულდა და შეინარდა პლაკატის განვითარების ტიპი 50-იან წლებში. ძირითადად აი სამის ნამუშევრები პლაკატისთვის შესრულებული ნახატი რეალისტურია, ნატურალისტურიც კი უფრო დასკვნილ გრაფიკას მისადაგებული. პლაკატების უმრავლესობა სინარსი, ყოფითი პრობლემებთანაა დაკავშირებული. ისინი ამორჩევლებს მოუწოდებენ ხმა მისცემ მისაცემად საარჩევნო პუნქტებში. არის აგრეთვე მოსავლის გაუმჯობესების, მეცხოველეობისა და მეფრინველობის განვითარების ბრძოლის მოწოდებები. თუმცა 1950-იანი წლების დასასრულს ქართულ სარეკლამო აფიშის განვითარების ისტორიაში რადიკალური ცვლილება მოხდა. ეს ცვლილება 1958 წელს მოსკოვში ჩატარებული ქართული ხელოვნების დეკადისათვის შექმნილმა მაღალ მხატვრული დონის აფიშებმა განაპირობა. დეკადის ღონისძიებების რეკლამირებისათვის საჭირო გახდა პლაკატებისა და აფიშების მაღალ მხატვრულ დონაზე შესრულებული კონტროლის გაწევა, რომლის ხელმძღვანელობაც ქართული გრაფიკული ხელოვნების წამყვან ხელოვანს ლადო გრიგორიას დაევალა. სარეკლამო სამუშაოების განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ როგორც იმ დროისათვის სრულიად ახალგაზრდა მხატვრები, ირაკლი გორდევაძე, დავით დუნდუა, ნოდარ მამაზონია, ოთარ ჭიშკარიანი, მერაბ ლეოპუჯა ბერძენიშვილი, ლეონარდო შენგელია, ასევე შედარებით უფროსი თაობის მხატვრები, ვახტანგ გიორგოვიანი, სერგო გაშხიანი, შოთა კუპრაშვილი.
ყოველი ცალკეული თეატრისათვის შესრულებული არაფიშები განსხვავებული ხელწერითაა შექმნილი. თითოეული ჯგუფი მკაფიო თაობას მათ წინაშე დასმული ამოცანისადმი თავის დამოკიდებულებას და საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვასაც აღწევს. 1958 წლის დეკაბრის პლაკატებს განსაკუთრებული შეფასება მოჰყვა. ნიკოლაი ბელისოვსკის სიტყვებით ეს ციტატა არის: სახლების ნაცვლის ფონზე გაჩნდა დიდი ცინცხალი ფერებით სავსე აფიშები, მათ უნებურად მიიპყრეს მოსყოველების ყურადღება, როგორც თავისი გამოჩენით, ისე ფერადოვნებით. მაგრამ ეს არა მარტო მოსართავად გამიზნული ლამაზი ლაქებია, ქართული მხატვრების ამ ტემპერამენტულმა აფიშებმა რუს ხალხს დაანახა მათი უჩიერების ხასიათი, ხელოვნების თავისებურება, უძველესი ნაციონალური კულტურა. მხატვრები ვახტანგ გიორგობიანი, შოთა კუპრაშვილი, სერგო კაშხიანი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის აფიშებს ქმნიან. აფიშები მარტივი კომპოზიციური აგებით გამოირჩევა და ყველა მათგანს აქვს საერთო შემადგენელი ელემენტები. მათი შესრულებისათვის შერჩეული კოლორიტი, ძუნწი ფერადოვნებით შემოიფარგლება, ძირითადად გამოყენებულია მოყავისფრო, მოყავისფრო და ნაცრისფერი ფერები, ფორმატის ზედა ნაწილში მოყავისფრო მოწითალო ფერის ციფრაზე განაწილებულია ყიაფების ოქრისა და თეთრის ურთიერთშეღამებით გამოკვეთილი თეატრის ტიტულის აღმოჩენილი შრიფტი. ზოგიერთი სპექტაკლის ხასიათის გამოყენა აფიშის კომპოზიციაში მხოლოდ ნეიტრალური ფერადოვნებით მიიღწევა. მაგალითად, სოფოკლეს პოლიტიკოს მეფესში ასევე ზოგანი გამოყენებულია წარმოდგენილი შინაარსობრივი კვანძის გამოსახველი ესათვის ელემენტი. სპექტაკლისათვის მაგალითად თავიანთ ლოგოა. აფიშის ფონზე მიმხრალი ფერით სრულდება ქვის სახლისა და ხეების გამოსახულება. ესეთი ერთგვარად მინიშნებულია ის გარემო, სადაც მოქმედება ვითარდება, მაგრამ შრიფტის უკან შესრულებული ნახატი იმდენად მკრავადაა წარმოდგენილი, რომ ნახევისათვის უფრო წარწერის თვალნათელი ათმისთვის შეფრიულ ფონს წარმოადგენს წარწერისთვის. ძირითადი წამყვანი როლი შრიფტია, სპექტაკლის დასაუთაურების მაყურებლამდე მიტანის ელემენტი. სპექტაკლის დასათაურების წარდგენა არის მათი მთავარი ამოცანა, რომელიც დაისახეს მისდევ მხატვრებმა და ამისთვის მარტივი გრაფიკული ენა აირჩიეს, განზოგადება, ყოველგვარი ზედა დეტალიზაციაზე უარის თქმა და ფერთა თავშეკავებული გამოყენება. სამი გარდა რუსთაველის სახელობის სპექტაკლის აფიშებისა, ცალკეული ღონისძიებებისათვის ქმნიან აფიშებს. ამ შემთხვევაში სარეკლამო კომპოზიციებს მინიმალისტური ნახატი, სათანადოდ შერჩეული მკაფიო ფერებითა და შრიფტის ფორმათა ცვლით ახდენენ სათანადო შედეგის მიღწევას. 1960-იან წლებში სამნი კვლავ განაგრძობენ პოლიტიკური პლაკატების შექმნას, მაგრამ პლაკატები ბევრად მარტივდება, აქაც შრიფტი ხდება ძირითადად წამყვანი. ვახტანგ გიორგობიანი მხოლოდ საკუთარი ავტორობით არ გარდა ჯგუფური ავტორობისა და სამის პსევდონიმში წარიმატებოდა. მას ჰქონდა ასევე თავისი ავტორობითაც შექმნილი პლაკატები. აფიშები და პლაკატები. და ის ზუსტად რაც მოთამაშნეთ, ისეთი პრინციპით მიყვება, იგი ძირითადად მხოლოდ სარეკლამო შინაარსის პლაკატებს ქმნის და აქცენტებს სიტყვობრივ, ლაქობრივ ნახატზე და ვოკალურ ცინცხალ ფერებზე და შრიფტზე გადააქვს. ვახტანგ გიორგობიანის შემოქმედებაში წიგნის გრაფიკას შედარებით მოკრძალებული ადგილი უკავია.
მის მიერ გაფორმებული წიგნთა რაოდენობა ერთ ათეულამდეა. აქედან რამდენიმე წიგნი კვლავ სამთა თანაავტორობით არის შესრულებული. შრიფტთა და მარტივ ორნამენტული ელემენტების შრიფტითა და ნალტირი ორნამენტული დეკორითაა გაფორმებული. ნიკოლოზ ტიმანიძის რჩეული ნაწერები. ასევე ლევან მენაბდის, სულხან საბა, ორბელიანი გაფორმებული არის ყდა და ტიტული, აქაც არიან ავტორები, სამი, ასევე არის წიგნი ჩვენი თბილისი, ასევე თანაავტორები გაკეთებული 1958 წელს, ეს გახლავთ ფოლზაცი წიგნისა, ტიტულ-კომპლიტური და შიგადაში ჩართული არის ილუსტრაციები, შესრულებული ლინოგრავიურის ტექნიკით, ასევე შემდგომი არის ფურცლებით, ასარბოლო სარტებით და არქიტექტურული ძეგლებიც არის გამოსახული. თავად ვახტანგ გიორგობიანის მიერ 1987 წელს გამოიცა თეთრების მცირე ფორმატიანი წიგნი მხნეობისა და ვარჯიშების წყარო ასეთი სათავეებით. ეს არის მის მიერ და მისი ავტორობით ამ შემთხვევაში სამი აღარდებულებს. ეს არის წიგნი ჯანმრთელობის გამოჩანსაფრთხეების სავარჯიშოების ტექსტებით და მარტივი სქემატური ნახატებით, თუ როგორი იცვლება ადამიანის ვარჯიშის დროს სხვადასხვა ჯანმრთელობისათვის საჭირო პროცესების დაფიქსირება ხდება სქემატური ნახატებით. მინდა განსაკუთრებული შევეხო სამხატვრო აკადემიაში ვახტანგ გიორგობიანის მიერ გაწეულ წარუშევ ვაწყს. 1958 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში პლასტიკური ანატომიის კათედრას ხელმძღვანელობდა ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არტაშეს მალეევი. მალეევი ვახტანგ გიორგობიანის პედაგოგიც იყო და როდესაც ამ სტუდენტმა გამოცდაზე გასვლისას გამოავლინა ანატომიის სათვისების ბრწყინვალე შედეგი და გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი, ლექტორმა მას საკუთარი ასისტენტის თანამდებობა შესთავაზა. პედაგოგის გარდაცვალების შემდეგ კი 1958 წლიდან ვახტანგ გიორგობიანი სამხატვრო აკადემიის ანატომიის კათედრის ხელმძღვანელად ნიშნავს აკადემიის რექტორატი. შემდგომ წლებში კი ანატომიისა და ხატვის კათედრას იგი სიცოცხლის ბოლომდე უძღვება 1990 წლამდე და მხატვართა თაობებს ზრდიდა. ბოლო წლებში განსაკუთრებით გამორჩეულ სტუდენტთა შორის ყავდა შეგურებული თავისი სტუდენტი სოსო კინწურაშვილი, რომელიც დღევანდელ დღეს უძღვება სამხატვრო აკადემიაში ვახტანგ გიორგობიანის მიერ იბარებულ ანატომიის საგანს. ბატონი ვახტანგის შესახებ განსაკუთრებით მაინტერესებდა მისი ყოფილი სტუდენტებისაგან პირადად მომესმინა, თუ როგორ გაიხსენებდნენ ისინი ვახტანგ გიორგობიანის სწავლების მეთოდს, იმას თუ რით აყარებდა იგი სტუდენტებს ანატომიის ურთულეს საგანს და პარალელურად რა მეთოდებით ასწავლიდა აკადემიურ ხატვას. ამის შესახებ კი მხატვარმა კეთი უხაძე მიამბო და სურს რომ ეს მისი ამბობი გაგიზიაროთ. მოყავს ციტატა მისი მასთან გაკეთებული ინტერვიუს ჩანაწერიდან. როცა ბატონ ვახტანგზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის, რომ წარმოუდგენლად მკაცრი იყო და თან ასეთი სიმპათიური პედაგოგი. წარმოუდგენლად მკაცრი. ვერავინ მასთან ვერ გაბედავდა სასწავლაშორისო ნასწავლით მისვლას. ეს იყო აბსოლუტურად გამოიცხული. იმ დონეზე მასწავლა მან ანატომია,
რომ სამედიცინო სტუდენტებსაც კი ვეხმარებოდით. ფანტასტიკური პედაგოგი იყო, მაგრამ მეთოდი ჰქონდა ურთულესი. სამედიცინო სტუდენტები ჩვეულებრივ სწავლობდნენ დაუშვათ ძვალს, კუნძს და დამთავრდანით. ჩვენთან აბსოლუტურად სხვა რაღაცა იყო. ჩვენთან გიდგამდნენ ნატურას, გაძლევდნენ მის პარამეტრებს, მოცულობას, სულ ყველაფერს. სამანზოგიერებაში აქმად ნატურას და იწყებდი რას? დაუშვათ ფეხზე ლაპარაკობდი და ჯერ უნდა აღეღვნიშნა კანი. უნდა დამეხატა ეს ყველაფერი. უნდა დამეხატა მისი ზედაპირი სხეულისა, ანუ მთელი ნატურა უნდა დამეხატა. მე იწყებდი, მე ფეხზე იწყებდი კანის წყალებში, რა თქმა უნდა, აზრობას და კუნთები უნდა დამეხატა. მე ამ კუნთებსაც აზრობდი და ძველ სისტემა უნდა დამეხატა. და ეს ხდებოდა როგორ იცით? დაწყებული უბრალოდ თავიდან, სახიდან დამთავრებული ფეხის ფრჩხილამდე. თუ გინდოდა რომ მიგეღო მაღალი ქულა. ყველაფერს ამას ხატავდი. მე ხატავდი მოძრაობაში, რომ გეტყოდა დაუშვათ დამჯდარი, ამდგარი, ცალფერზე აწეული, ხელით გაშლილი. ან ეს უნდა დამეხატა ყველაფერი სრულად მოძრაობაში. ფაქტობრივად ის იბარებდა ხატვასაც და ანატომიასაც. ერთადერთი რასაც ის არ თხოვდა, იყო შინაჩინეულობა. დანარჩენი რაც ხდებოდა პლასტიკურ ანატომიას აბსოლუტურად ყველაფერს უთხოვდა. ამასთან ჩვეულებრივად დადებითი ნიშნის მიღება ითვლებოდა, რომ ნასწავლი ჰქონდა საგანი. მაღალ ქულაზე ლაპარაკი იმას ნიშნავდა, რომ შენ კარგადაც ხატავდი. არ მხოლოდ იცოდი ამ ნატურის აგებულება, ძვალი, კუნთოვანი სისტემა, არამედ შენ შეგეძლო კარგი ხატვა. აი ეს იყო ყველაზე საინტერესო რატომ ვახტანგის სწავლების პრინციპიდან გამომდინარე და ეს ყველაფერი იყო ურთულესი, რაც მთავარია მასთან ჩაწყობა არასოდეს და არსად არ მოდიოდა. იყო ესეთი შემთხვევა, მე უკვე მუშაობდი აკადემიაში, როდესაც ერთ-ერთი სტუდენტი მოთქმით ტიროდა და ვერ შედიოდა ბატონ ვახტანგთან. არადა ნამდვილად ნასწავლი ჰქონდა, იცოდა საგანი, მაგრამ ვერ შედიოდა და ვერც ვერავინ უბედავდა ბატონ ვახტანგს, რომ ეთქვათ, რომ იცით ბავშვმა იცის რაღაცაო და მე გავუბრუნდი. და მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ძალიან ახალგაზრდა და ახალგაზრდებული ჰქონდა აკადემიაში სწავლება, მაინც შევდედეთ, შევდექტორს, შევედი და ვუთხარი. ბატონო ვახტანგ, ისე ეშინია ერთ სტუდენტს, თქვენი რომ შემოდის, დამდგეთ პატერი და ეგრეთ მიიღოს თქო. შემოვაგდებ ძალად თქო, როგორია. ასე ძალად შევაგდე და მიიღო შესანიშნავი ნიშანი. საოცრად ეშინოდა და რატო? როდესაც ბატონი ვახტანგ არც მამამალი სიტყვა გაუგონია ვინმეს არასდროს. არც რამე უხეში მიმართვა არასოდეს ჰქონია სტუდენტებისადმი. საერთოდ ეს გამორიცხული ამბავი იყო. უბრალოდ შეეძლო ერთი შემოეხედა და საკმარისი იყო ეს შემოხედვა იმისთვის, რომ დამნაშავეს ეხსნა თავისი დანაშაული. და ეს დანაშაული რა იყო? გარდა იმისა, რომ მან არ იცოდა საგანი. სხვა დანაშაულზე ფიქრი გამორიცხული იყო ბატონ ვახტანგთან. სწავლის პროცესი იყო ლექციებით. სახელმძღვანელოები მერე დაიბეჭდა. უკვე როცა აკადემიაში მუშაობდი, მაშინ სწავლისას უბრალოდ ვაჩვენებდა თავის ჩანახატებს და ბრიხსნიდა. წიგნებიც იყო, მაგრამ ქართული წიგნები არ არსებობდა. სწავლობდით გერმანულ და რუსული სახელმძღვანელოებით. საბოლოოდ ის იყო მკაცრების სინარტორი, მაგრამ მხოლოდ ცოდნის მოთხოვნის თვალსაზრისით. იყო ღირიანი, თბილი, საოცრად საყვარელი ადამიანი. საქმისადმი დამოკიდებულობის დროს კი უმეცრესი. და ამიტომ ყველა იყო გაყრევებული, რომ შეობეძე და ასე წყაროში ამბობს, ჩაუწყოს საქმე აკადემიურ სტუდენტს, რომელიც საბოლოოდ გახარებული დაბრუნდა გამოცდიდა. რაც შეეხება ქართულ ენაზე არსებული ანატომიის სახელმძღვანელოებს. დღესდღეობით მხოლოდ 2 წიგნია გამოცემული. ვახტანგ გიორგოლიანის ძალისხმევით, პირველი პლასტიკური ანატომიის სახელმძღვანელო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისათვის. მასთან ავტორებად ყვანან ექიმები, სახიანები,
ასათიანი, მხატვარი ანატოლი კურნავი. წიგნი გამოცემულია 1974 წელს და ხაზგასასმენია ისიც, რომ ვახტანგ გიორგობიანი უშუალოდ პრაქტიკულად თანამშრომლობდა ექიმებთან, მორგში წესწრებოდა გვამების გაკვეთის პროცესს და უშუალოდ დაკვირვები აზუსტებდა პლასტიკური ანატომიის სრულფასოვანი ცოდნისთვის საჭირო აუცილებელ დეტალებს. ვახტანგ გიორგობიანის ავტორობით გამოცემული არის მეორე შედარებით მცირე ფორმატიანი წიგნი პლასტიკური ანატომიის ცნობარი და ეს უფრო ანატომიის პედაგოგებისთვის იყო გამოთვლილი. ეს წიგნები უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და ნამდვილად საჭიროებს თავიდან გამოცემას, რადგან ისინი ნამდვილად დიდ სამსახურს გაუწევენ პროფესიული აკადემიური ცოდნის შეძენით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. და ბოლოს ამ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მასალის მოძიებასა და შეგროვებაში გაწეული დახმარებისათვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მხატვრის ოჯახის წევრებს, ქალბატონებს, მხატვრის მეუღლესაც გარდაცვლილ ჩიტა ჯოგრიძეს, ქალიშვილს ღვთისმეტ გიორგობიანს და შვილიშვილს თამუნა მანაკაძეს. ასევე ვახტანგ გიორგობიანის ყოფილ სტუდენტებს, მხატვარს ოსოთი წურაშვილს და პეტრე გუხაძეს. ჩემს ახალგაზრდა კოლეგას თემურ კანთარია ჯალადარს, ცენტრალური არქივისა და თესეოს არქივის თანამშრომლებს. დიდი მადლობა.